ისე მოვედით თქვენთან ჩემო ძვირფასებო, ისე მოგესალმებით, ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ და მინდა ეხლა თქვენთან მოვიდე ესეთი საჯარო თემით. თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა ჩაიფიქრეთ, რა თქმა უნდა, ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი და გავარკვიოთ ეხლა რა იყო თქვენ შორის ხელისშემშლელი ფაქტორი, რა მოხდა ზოგადად, აი უცებ რასაც ვერგვის. რა მოხდა თქვენ შორის, რა იყო თქვენ შორის ხელისშემშლელი ფაქტორები. ხო, ის რომ თავდაჯერებულობა აკლდა ამ ადამიანს, ის რომ სულ ფანტაზიებში გამყოფებდათ. კიდევ რა იყო ამის მიზეზი? ხო, აი ხო ხედავთ მეგობრებო, ყველაფერმა გამოიწვია ეს ყველაფერი. რომ ესეთი ბედნიერება, ესეთი სიხარული წავიდა მთვარეში. რა იყო მიზეზი ამ ყველაფრის? სამართლიანობა არ იყო მეგობრებო. აი ნდობა არ ქონდათ ურთიერთობაში. ნდობა არ იყო ურთიერთობაში. რა იყო ამის მიზეზი? ხო, რა იყო ამის მიზეზი მეგობრებო და რომელიღაცა პარტნიორის წასვლა ურთიერთობიდან გაქცევა. იმიტომ რომ ამ ადამიანს სავარაუდოდ შეეშინდა თქვენზე დამოკიდებული გახდა და ეს იყო კიდევ ერთ-ერთი მიზეზი. რომ ამ ადამიანს როგორც ჩანს სიყვარულის ეშინია კიდევ. კი, ეხლა არის ის რომ შორს მიუწვდომელი მზე ხართ მისთვის, კი. კიდევ ის იყო მიზეზი რომ ადამიანებმა ჩაყვეს ბევრმა ადამიანებმა ჩაიერივნեն თქვენს ურთიერთობაში. სამართლიანობა და ხო. და ანუ ამბობს იმას რომ სამართლიანობა და არავის არ ეუბნება რაღაც სამართლიანობაზე საუბრობს. მოკლედ ამ ადამიანს უნდა რომ იყოს სამართლიანი და ამ ყველაფერს არავის აღარ ეტყვის, ამბობს რომ აღარ მივცემ ადამიანებს იმის უფლებას რომ ჩაირივნონ ურთიერთობაში. ხო, ძალიან დიდი იმედი აქვს რომ ეს ყველაფერი აუცილებლად დაბრუნდება და ისევ იქნებით ერთად. მას უნდა რომ თვითონ არის იმის მოლოდინში რომ კარგი ამბები, ნდობა დაიბრუნოს, იმედი აქვს ამის რომ აი თქვენ მაინც ერთად იქნებით. თითქოს და თქვენში რაღაც სხვაობა არის. განსხვავებულები ხართ ერთმანეთიდან. ეს შეიძლება იყოს ასაკობრივი, მენტალური, ფიზიკური, შეიძლება იყოს რელიგიურიც და კანთა სხვაობა, თმების სხვაობა, მოკლედ მეგობრებო შეიძლება იყოს ძალიან ბევრი სხვაობა და შეიძლება ერთ-ერთი, ასე რომ კი. აი, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, გელოდებით კომენტარებში.